საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ 2006 წელს და ამ წელს თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო მოიტანოს ცხოვრებაში და საახალწლო განწყობილების შესაქმნელად შემოგთავაზებთ თქვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი პიროვნებების კურიოზებს, რომლებსაც თავად მოგუყვებიან, ასე რომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად. მაშინ ტროლეიბუსები ხოდადიოდა და წინ დააკრავდა ხოლმე ტროლეიბუსის წინა იმას რეკლამას მატერით და ეწერა ასეთი რამე და ეს ის პერიოდია აი ცხინვალში აირია საქმე და აი მაშინ და თელი ეს გატაცებები და ეს რომარი და მწეულობა და თელი ამბები და აწერია გაჩერდა ტროლეიბუსი და აწერია ლევან ორგებაშვილი ზევალი პრემიერა თეატრში ზევალი ეს ჩვენი მეზობელია როცა უკითხია წასვლია გული ამისა და კარგმა კაცმა რა დააშავა რომ ზევლა წაუყარია თუ მოვიდა აბრახუნებს კარებს ღამე აბრახუნებს კარებს ლეოსადანი სახშუელში მოვიდა როგორ არის სახშუელში ჩემი თვალით წავიკითხე იქეწერა ლეოს გებაშვილი ზევალიო აი ხალხმა წაიყვანესო ამ კაცაო ფული შეაგულესო რა არისო წივის საკამო დაანახოს ჩემი თალკიდა ამ კაცისა სტამბოლიდან მოვფრინავდით მე და ჯეოსელის გენერალური დირექტორი იყო ესეთი პიროვნება ესაც თემი ხანის ჩემი მეგობარია და როდესაც შემოვეც საზღვარი უკვე გადმოვლახეთ ეს საპასპორტო კონტროლი გავიარეთ ორი ასე ვთქვათ გასასვლელი იყო ერთი თბილისკენ მოდიოდა რა თქმა უნდა და თბილისში რა გამოფრენილიყავით და ჩვენ წინ უკვე როდესაც ამ ხელბანკს ამოწმებენ რაღაც აპარატით იქ ერთი საკმაოდ შესანიშნავი მანდილოსანი გამოჩნდა ჩვენ წინ და გამოველაპარაკე ბუნებრივია ახლა და ამ ლაპარაკში არა ნუ საკმაოდ ასე ვთქვათ მიბრძველი კალი იყო გამოველაპარაკე სკოლი იყო სხვა შორის და ამ ლაპარაკში უკვე მივდივართ და როდესაც ეს მეორე უკვე თვითონ ბილეთების კონტროლი ეწყება ბილეთი მივაწოდე ჩვეულებრივად და ეს ბილეთი შემიმოწმეს საკმაოდ უცნაური იყო რომ შეცდომა დაუშვეს ამ შემოწმების დროს და გამატარეს და ამ დროს ეს ჩემი მეგობარი ეს თურქი პიროვნება მიყვირის ირაკლი და ამ დროს ახლა სულ ძალიან მე იმისთვის რა და მოიხედე ბოლოს უკვე ცოტა ყელში რომ მივიდა და ვერნე რომ რა გინდა მეთქი თავიდან უნდა კოლეჯი მიფრინავს ეგრე იცი სადმე ხარ ცოტა გამაგრდა და უკვე რაღაც 2 საათი კოლეჯი ავჭდებოდი იყო ასეთი სპექტაკლი ჩვენთან ხორცელი წმეთში და მე ვთამაშობდი გახსოვებული ბიჭი რა მილიონერის შვილს რაღაცას რომ არაფრად მიერდა ეს ცხოვრება და სუბრალი ვიყავი ყოველდღე და რაღაცებია და მოვდივარ ეზოში შემოვდივარ მასვამი და იქ სამოუკრავდი ხოლმე და გადავგორდებოდი კასაზე რაღაცა მე გორობით რა თელიებავი და მართლა დავლი და მოვედით ნასვამი ვეთქი ვინ გამიგებს ნასვამი ვარ ნასვამსავი ხმა ვეღარ ამოვიდეს სცენაზე ის იყო და ის მე ვთქვი რომ ჩემს ცხოვრებაში წვეთს აღარ დავი მისტიკურიაზე ამ ბოლოს იყო ცოტა პოლიტიკურია მაგრამ მაინც უნდა თქვა გახსოვთ ახლა როდესაც ჩვენი პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოსიდან წამოვიდა და ხალხი აიყოლია და მე გორში უნდა ჩამოსულიყვნენ გორში შემოვიდნენ მართლაც ის პატარა მიტინგი გააკეთდა აქცია და სტალინის ძეგლთან მოგროვდებოდნენ დასავლეთიდან ჩამოსული ხალხი და ჩვენი ოფისიდან ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან უნდა შევერთდებოდით ამ რაოდენობას და დაახლოებით 1000 კაცი მოგროვდით ჩვენს ოფისთან მე და ბატონი ირაკლი ოქროაშვილი წინ მიუძღვებით ამ ხალხს და რას ვხედავ სტალინის ძეგლთან არის დიდი პლაკატი და აწერია მიშა ქარელი შენთან არის მე და ირაკლი მივდროულად შევხედეთ ერთმანეთს ну ორივეს ის გვეტყობოდა სახეზე ვინ გააკეთა ესეთი სისულელე ну ნელას დავიბოგმე საშილად ხო და მე მივდივარ ნელა მეთქელა ჩვენ რაღაც სამეგობრო რაღაცა ესეთი კურიოზი უნდათ რომ გაეკეთებინათ თუ რავი რა იყო და რომ მივახლოდით ახლა წერია მიშა ძიმე ქარელი შენთან არის ეს ქალაქი ქარელის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია იყო ჩამოსული და ასეთი იმ პლაკატმა ესე იგი დიდ აქციაზე გადაინაცვლა თბილისში იქაც სხვათა შორის
თითქმის ყველა ტელეარხზე შუქდებოდა და ეს ზარები ტელეფონზე, რომ ყველას უყვიდა სხვათა შორის ხო მიშას რაღაცას პომპეზურობას არაკეთებს არასოდესო. ხო და ზარები იყო რომ აიყო ჩვენც დაგვიტოვე ერთი რაღაც პლაკატს გავაკეთებთ ჩვენც და ხო ალბათ რაღაც უხერხო სიტუაციაში ვეღარ ვინც უნდა დავუკრა ხალხი მიდრავს საშუალება არ აქვს როგორც იქნა გამითავისუფლდა ფეხი და ეს აი სულ დედამოსოთ რა რამდენიმე წინ და გუიოზე ბავშვი მოცილში გავაჩერე მანქანა ერთ ადგილას და ნუ მანქანა დაბურულია შეები არაფერი ჩანს მანქანაში და ბავშვი მოვიდა უნდა გაეხაზა და მანქანა პატარა ახლა ის უმწერო ბავშვები რო დადიან თუ ბატონო ბავშვი ისა გაეხაზა მანქანაზე და შუშა ჩაუწია და მე ვთქვი ჩაგაყავ თავში მეთქი იცოდე რომ ჩაგაყავ თავში მეთქი იცოდე გაიწია მეთქი გაიწია ბოდიში ჩამარტყა დიდი შეისავ კადილაკის დატყმა რა ქონდეს მაშინ დინგზე როგორ არა ერთხელ ნუ პირველ 92 წელს სოფლის ჩემპიონი რო გავხდი მაშინ კანადაში ჩავედით ჯერ საუთებით მოვიდით საუთებით ნახოს დამოუკიდებელი ქვეყანა არავინ არ იცოდა საქართველოს იყო ეგრევე თალკე ფედერაცია ქონდა ნუ დამომტკიცებს შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა სოფლის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ნუ სოფლის ჩემპიონი გავხდი მარტო მე ვიყავ და სულ ჩემპიონატთან მაშინდელი და სოფლის ჩემპიონატს უკვე ფინალში გავედი, ყველა მიხვდა რომ უკვე საჩემპიონო იყო ჩასული. დატრიალდნენ და ჩვენი იმნი არ იცოდნენ, ჩვენი დროშა არ იცოდნენ როგორი იყო. ნუ დროშა დაუხაზე, მაშინაც შეკერეს და იმნი ნამდვილად დამკვირვებლები და ისინი ნამდვილად ფერმოუძებდნენ იმა კანადაში. და ნუ ვერანაირად თხოვეს რომ იქნება როგორმე იშოვა და საღამოთი იქ მოჭიდავები არიან გიასის საუდესელი ძველი კომუნისტების კან დარჩენილები დასულები და იმათ გავუკეთეს სუფრა და მაგირა ვიჯექი და საუბრობდი და ამასობაში რაღაც ლაპარაკი ჩამოვარდა და ისა სახში მოქვს შალახოს კასეტა შალახოს კასეტა მეთქი ზუსტად ეგ მინდა მეთქი როგორც ქართული იყოს დადგინდა ის იყოს მე ვარ დილით გამივედი შალახოს კასეტა მიუტანე ავთ რა ხუჩარტის უნდა დაეყენებინა რა იმაზე ჰიმნზე რა გამარჯვების შემთხვევაში რომ ქართული ჰიმნი დაეყენა როცა რა თქმა უნდა მეგონა რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავ მაგაში მაგრამ რო ჩარტეს და შალახოს მოусმე შემოხყველა მოწიანდა და მე შემოხედა და მე გეკენდა და ამოდენ 1000 ადამიანი როადგა და შალახო ჩაირთო მაშინ სასწაული იყო მაინც რაღაც დიდი სიხარული იყო ქართული იყო ეს იყო ვანო სარაჯიშვილის დისკის პრეზენტაცია იყო რუსთავში ბატონი პროფესორი ნოდარან დოვლაძე ბრძანდებოდა და სხვა პროფესორები იყვნენ რა თქმა უნდა ხალხი მოვიდა ეს დიდი დღე იყო კომპაქტ დისკის გრაფიქსი და ვანო სარაჯიშვილის სიმღერები და ჩვენი დუეტი იყო იქ ერთი ნომერი იყო კიაზოსა და ცანგალას დუეტი ოპერა დაისიდან ხო და იქ არის რაღაც სამნაწილად იყოფა რა ეს არის თითქოს ხო და რა ვიცი გამოვიტიშე თუ რა ას ვღელავდი ფაქტიურად რო იყოს მაგრამ გამოვიტიშე რაღაცა შუა ნაწილი ამოვიდა და დავამთავრე მივაბი თავს ის ბოლო რაღაცა და მაყურებელმა ალბათ ვინც მუსიკასთან ახლო ის გაიგებდა მაგრამ ისე ოსტატურად გადავედით სხვათა შორის ეს მართლა კურიზული მოვლენა ის ჩავარდა რაღაცა არ ყოფილა ისეთი სწრაფად გადავედით და ჩემი ძმაც ისე გამოყვა რაღაც მიხვდა და კონცერტი მე ესეთი გამოცდილი იყო რომ ძალიან კარგად წამოყვა და რაღაც მე თვითონ რა თქმა უნდა არ ვიყავ მოყოლი ჩემი მოქმედებით და გარეთ გამოვედი და ველოდები ბატონო დარანდოულაძეს რომ ახლა